თუ გირტყავს, თუ ფსიქოლოგიურად შენზე ძალადობს, თუ ეკონომიკურად შენზე ძალადობს, თუ უგულველყოფს პარტნიორი, მშობელი, ძმა, ნათესავი, არ ვიცი, ადამიანი, რომელთან ერთადაც შენ გიწევს ყოფნა, ნიშნავს, რომ მან სიყვარული არ იცის. და ის ვერასდროს სიყვარულს სამწუხაროდ ვერ ისწავლი. თუ რაღაცა ძალიან დიდი გაცნობიერებები არ მოხდა და ამ ადამიანმა არ დაიწყო თავის თავზე მუშაობა. თუ ის ისევ იგივე ადგილას რჩება და შენ მასთან ერთად რჩები და ამაზე თვალს ხუჭავ, ის ვერასდროს ვერ შეიცვლება. ეს არის რეალობა. ამ რეალობის მიღება ძალიან ხშირად უჭირთ ხოლმე, იმიტომ რომ მანდაც ეგომდე მივდივართ, რომ აი მე ისეთი განსაკუთრებული ვარ, რომ ამას შევცვლი. ადამიანს შეუძლია მხოლოდ და მხოლოდ მას შემდეგ გამოასწოროს თავისი ქცევა, როდესაც აღიარებს, რომ მისი ქცევა არის არაკონსტრუქტიული ან დესტრუქციული, როდესაც აღიარებს, რომ მისი ქცევით სხვას ვნებს და ასევე თავის თავს ვნებს, როდესაც აღიარებს, რომ ძალიან ბევრი შეეშალა სიტყვაზე და როდესაც აღიარებს, რომ აქამდე ნასწავლი ახალი ვერსია არ ქონდა და უნდა რომ ისწავლოს ახალი ვერსია ქცევისა. და მან დავამატებდი აუცილებლად, რომ ხედავ ნაბიჯებს, რეალურ ნაბიჯებს ქმედებაში, რას აკეთებს და ეს სიტყვები არ ქცევა სიტყვებად.